ხომალდი მოჩვენება. ეს არის გემი, რომელიც ზღვაშია, მაგრამ მას არ ყავს ეკიპაჟი. მისი ყველა წევრი მკვდარია. უფრო ხშირად ეს ტერმინი მითებში და ლეგენდებში გამოიყენება. მაგრამ არსებობს დოკუმენტური დამადასტურებელი ფაქტებიც. ფრინავი ჰოლანდიელი, ასე ქვია ჩვენს ყველაზე ცნობილ ხომალდ მოჩვენებას. როგორც წესი, მეზღვაურებისთვის უბედურების მომტანი და მას ძირითადად შორიდან ხედავენ ხოლმე. ლეგენდის თანახმად 1651 წელს ფრინავი ჰოლანდიელი კაპიტანი იყო ფილიპ ვან დერ დაკენი, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთთან მოემგზავრებოდა. მის ხომალდზე კი ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი იყო. ქალბატონი კაპიტანს დააკვირდა, რის გამოც ფილიპმა მის საქმრო მოკლა და ამ ქალბატონს ცოლობა შესთავაზა. თუმცა იგი გემიდან გადახტა, ხომალდი კი კეთილის იმედს კონცხისკენ გაეშურა. კაპიტანმა მისი შემოვლა გადაწყვიტა. მიუხედავად იმის, რომ ძლიერი შტორმი იყო, გემის ეკიპაჟი იძახდა, რომ ასეთი განსაცდელი მათ ახალგაზრდა წყვილის მოკლის გამო დაატყდათ თავს. მათი აზრით ამ დროს უმჯობესი გაჩერება და სადგურისკენ წასვლა იყო. ფილიპმა კი დახოცა ყველა, ვინც ამ აზრს დაეთანხმა და თქვა, რომ ისინი შემოუვლიდნენ კონცხს, მთელი უსასრულობაც რომ დასჭირვებოდა. სწორედ ამ სიტყვებმა გამოიწვია წყევლა, რომლის გამოც კაპიტანს თავის უკვდავ ეკიპაჟთან ერთად მიწაზე დაბრუნება არ შეუძლია. ლეგენდის სხვადასხვა ვერსიის მიხედვით წყევლის ახსნა შეუძლია სიყვარულს. ანუ თუ კაპიტანს ქალბატონი მისინებით დათარგმდება ცოლობაზე, მაშინ წყევლა გაქრება. მაგრამ ფილიპს ნაპირზე გადმოსვლა მხოლოდ 10 წელიწადში ერთხელ შეუძლია. არსებობს მეორე ვერსია, რომლის მიხედვითაც საკმარისია მფრინავი ჰოლანდიელის ეკიპაჟიდან ვინმე წარმოთქვას ერთი სიტყვა და მაშინვე მათი საუკუნოვანი ტანჯვა დამთავრდება. ლეგენდის შექმნიდან მოყოლებული მეზღვაურებს ყოველთვის ეშინოდათ ამ ამბივს და ყველა გემი კატასტროფას მას უკავშირებდა. არსებობდა ვერსია, ვინც მფრინავ ჰოლანდიელს დაინახავდა, იგი ნაპირამდე ვერ მიაღწევდა. გადარჩენისათვის კი საჭირო იყო მხოლოდ ერთი სიტყვის თქმა, რომელიც სიტყვაც დღესდღეობით ყველასთვის უცნობია.